ამზადებენ თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს დასაჭერად დაკავებულია ოცნების ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მისი ნათესავი, ასევე თავდაცვის უწყების თანამშრომლები. დაკავებულებს 1.300.000 ლარზე მეტის მითვისებას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრია. სუსი ამტკიცებს, რომ დანაშაული სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ჩაიდინეს. შესაბამისად, ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, იცოდა თუ არა ამ დიდი კორუფციული სქემის შესახებ ღარიბაშვილმა. დაინტერესდება თუ არა ბისით გამოძიება და რა სიგნალი სუსის დღევანდელი განცხადება სხვებისთვის. ნინი ბალანჩივაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ნინი გისმენთ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მას შემდგომ, რაც ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოვისმინეთ განაცხადი და ვნახეთ დაკავებების სერია. ჩვენ ახლა ამ წუთებში ვიმყოფებით ჯუანშერ ბურჭულაძის სახლთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლთან, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ჯერჯერობით უცნობი არის ის იმყოფება თუ არა სახლში. ცხადია, ჩვენ შევედით კერძო ტერიტორიაზე, მის საცხოვრებელ კორპუსშიც ჰქონდა მცდელობა მისთვის დაგვესვა კითხვები, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და ამ დროისთვის უცნობი არის სად არის, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იქნება თუ არა შემდეგი ჯუანშერ ბურჭულაძე სწორედ ვისაც დააკავებს ბიძინა ივანიშვილი. ტერიტორიაზე კი რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა მისი მამა დავით ბურჭულაძე. ჩვენ მასთან გქონდა გასაუბრების მცდელობა, შეიძლება ითქვას, რომ ის მედიის წარმომადგენლების მისამართით იყო ძალიან აგრესიული და მას შემდგომ, რაც ჩვენ ჟურნალისტები დაგვინახა ადგილზე, საერთოდ ის კარი ჩაკეტა, რომელიც აკავშირებს კერძო ტერიტორიასთან და სადაც ჩვენ შეგვეძლო იქამდე გადაადგილება, რომ უშუალოდ კითხვებით დაგვესვა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის. რაც შეეხება მამა ამბობს, რომ არ იცის საერთოდ სად არის ჯუანშერ ბურჭულაძე, არ იცის იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ დაკავებულები არიან ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის წევრები და ცხადია, ჩვენ მას ვკითხეთ, ელოდება თუ არა შვილის დაკავებას და რამდენ ხანში შეიძლება უნდა ველოდოთ ამას, თუმცა ის პასუხობს, რომ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვნახავთ სხვა დამატებით კითხვებს კი ჩვენი მედიის წარმომადგენლების მხრიდან დავით ბურჭულაძე არ პასუხობს. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დაკავებული არის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი. ეს არის სავარაუდოდ სოლის ძმა ვასო მხეიძე, თუმცა ჩვენ ცხადია ვამოწმებთ ამ ინფორმაციას და განცხადებაში, რომელიც დღეს მოვისმინეთ, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ აღნიშნულ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა 1.300.000 ლარზე მეტი ზიანი. სად არის ბატონი ჯუანშერი? სად არის? თქვენი შვილია ბატონი ჯუანშერი და სავარაუდოდ მისი სოლის ბატონო დავით. კითხვაზე ხომ არ არის გადაყვანილი ბატონო დავით თქვენი შვილი? ბატონო დავით, მისი ცოლის მათ შორის თქვენი ნათესავიც. ცოლის ძმა არის დაკავებული სავარაუდოდ ბატონი ჯუანშერის. თქვენ რა ინფორმაცია? არა, გენაცვალე, არა. ან თქვენ არ იცით რა ხდება თქვენ შვილთან დაკავშირებით? ისი მეთქი არაფერი საერთოდ. შესაძლოა თქვენი შვილიც დააკავონ, იმიტომ რომ დაკავებულია თქვენი ნათესავი და მისი მოადგილე. თუ დააკავებენ, გაიგებთ მაგას. სამივე მათგანს, რომელიც უკვე დაკავებულია, ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართსაწინააღმდეგო გაფლანგვას და ის სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში ჯუანშერ ბურჭულაძის ჩართულობით არაერთი რეპორტაჟი მომზადებულა. აქამდე მათ შორის ერთი წლის წინ ჰქონდა დაახლოებით სპეციალური რეპორტაჟი ამასთან დაკავშირებით, მთავარ არხს მომზადებული, ზუსტად ამ საქმესთან დაკავშირებით შესყიდვებთან მიმართებით, რომ სუსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის წევრები, მათ ედავებოდნენ თანხის გაფლანგვას, თუმცა მაშინ ცხადია, ჯუანშერ ბურჭულაძეც უარყოფდა ამ ინფორმაციას და მათ შორის ჩვენ დღეს არ გვაქვს ჯერჯერობით იმის შესაძლებლობა, რომ კითხვები დაუსვათ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ შაბათის ფორმულასაც ჰქონდა ინტერვიუ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ჩვენ მასთან ჰქონდა კითხვები ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, სავარაუდო დაკავებებთან დაკავშირებით, მას შემდგომ რაც მათ შორის რომეო მიხაუტაძე დააკავეს, თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძე ამ ყველაფერს უწოდებდა გამოგონილს და ვერაფერს ვერ ხედავდა პრობლემას და საუბრობდა იმაზე, რომ არანაირი კორუფციული გარიგებები არ არსებობდა თავდაცვის უწყებაში.
უარყოფთ ამ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი იბარებს რა თქმა უნდა, ეხლა აბსურდია ხო ხდებით, იბარებს, ვინ იბარებს, ას ნიშნავს, აბსურდია. სხვადასხვა პირები. ჰაბეიშვილის ნარატივია ეს. ზოგადად ეხლა ესე რომ მიზანმიმართულად დაძდებდნენ, მე არ მაქვს ესეთი ინფორმაცია, თუმცა ახალი გუნდი როდესაც მოდის, ბუნებრივია რომ თავის სანდოობები პირები მოყავთ. უარყოფთ ამ ინფორმაციას. ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ იმას, რომ შემდეგი ვისაც დააკავებენ, ეს იქნება სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძე. ისინი ამბობენ, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც ავრცელებდა ამასთან დაკავშირებით კვირების განმავლობაში ინფორმაციას და დღესაც ამბობს იმას, რომ კორუფციული გარიგებების შედეგად წილის მიტანას თხოვს ბიძინა ივანიშვილი და აქედან გამომდინარე შესაბამისად არ არის გამორიცხული მისი დაკავებაც. ასევე სხვა ოპოზიციონერები, მაგალითად თეონა აკუბარდია საუბრობს საინტერესო ფაქტთან დაკავშირებით ანრიო ხანაშვილი, რომელიც ახლა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოზიციას და ანრიო ხანაშვილი იყო ნდობის ჯგუფის წევრი საკანონმდებლო ორგანოში და სწორედ ნდობის ჯგუფის პრეროგატივა იყო ის, რომ ზედამხედველობა გაეწია მათ შორის თავდაცვის სამინისტროზე, სად მიდიოდა ხარჯები შესყიდვებში, რა თანხა იხარჯებოდა, თუმცა ამ ყველაფერს არ აკეთებდა. შესაბამისად ოპოზიციონერები ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის ახლა კლანური დაპირისპირება, შიდა კლანური, იმიტომ რომ ვერ თანხდებიან ერთმანეთში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წარმომადგენლები და ის, რომ თავდაცვის სამინისტროში იყო ამდენი პრობლემა, მათ შორის არის სხვა სამინისტროებში, არის კორუფციული გარიგებები, ამას ისინი უკვე წლების განმავლობაში ამბობენ. ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია. ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დაკავებულია. თქვი რამდენიმე დღის წინ რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერე, რომ ხეხა საიდან მოიტანა კაცო ეს ტყუილია, მაგრამ ხედავთ რომ მისი მოადგილე, ახლო ნათესავი და ნათესავზე მოყვნენ ესეთი რამე, სხვათა შორის ბრიფინგზე, რომ აი ალაგებდა ნათესავის სახელით, ესე იგი ჯუანშერის სახელით ალაგებდა, ხო? ჯუანშერის სახელით იპარავდა, ხო? ანუ ნახეთ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო ეს ყულფი დავიწროვდა და ცხადია მასაც ელოდება დაკავება. ჩემი ინფორმაციით გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ დაგაორით ბიძინას ერაზე რო ვთქვათ. ესე იგი კუში უნდა მიიტანოს ბიძინასთან კონკრეტული და ერთადერთ შემთხვევაში იყიდეს თავისუფლებას. თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინა ივანიშვილს და თუ ამას არ გააკეთებს, მისი მოადგილის, მისი ნათესავების ბედს გაიზიარებს. ის რა სპექტაკლსაც დღეს ვუყურებთ, ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კლანური დაპირისპირება. და ამას უკავშირდება მათ შორის თავდაცვის სამინისტროზე და ჯუანშერ ბურჭულაძეზე იერიში, მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის სავარაუდო კორუფციულ საქმეებზე მე თავად საუბრობდი პარლამენტში, ისევე როგორც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ კლანურ დაპირისპირებაში ხდება კორუფციის ბრძოლის იმიტაცია და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვონ უკვე ამ კლანურ ბრძოლაში დაწინაურებულმა ხალხმა. ეს არის 2022-სა და 2022-2023 საქმე. სავარაუდოდ ის გაგრძელდება შემდეგნაირად. ამ ადამიანების დაკავება, მათ მიმართ სასამართლო პროცესები წავა და მიმდინარეობს მცდელობა, რომ გამოვლინდეს საშუალება, მათ მიმართ დაიდოს საპროცესო გარიგება, ისინი გარიგდნენ, მათ უნდა მოყვნენ ინფორმაცია და შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს ვინმე მნიშვნელოვან ფიგურაზე. ამ შემთხვევაში შესაძლებელია და რომ ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. თავდაცვის სამინისტრო არის ძალიან სუბორდინაციული წყება, ისე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებშიც შეუძლებელია რომ მინისტრის გარეშე, მით უმეტეს მინისტრის ფავორიტები არიან ხო დაჭერილი და განსაკუთრებით ეს მინისტრი ყოველთვის კურირებდა ფინანსურ საკითხებს, როგორც მოადგილეს თავის დროზე ჯუანშერი და შესაბამისად შეუძლებელია რომ მისი მონაწილეობის გარეშე ვინმეს გაეკეთებინა რაიმე ტიპის კორუფციული მოქმედებები. ამდენად მე არ ვიცი ამდენად იპოვიან საკმარის სამხილვებს პროკურატურა თუ გამოძიება, მაგრამ ეს სავსებით მოსალოდნელია. მე მგონია რომ ეს ის ხალხია, რომლებიდანაც შესაძლებელია მათ შორის ღარიბაშვილზე გასვლაც. ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილს დაუდგა კონკრეტული რესურსების ფულის ქეშის სახით თუ სხვა სახით საჭიროება, ანუ ის აღმოჩნდა სანქციების ქვეშ და მან დაკარგა როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები, რომლის კომპენსირებას ის ცდილობს საკუთარივე გუნდში ანუ მისი დაშვებით მოპარული თანხები დღეს დააბრუნებინოს ამ ადამიანებს უკან.
მას შემდგომ რაც თავდაცვის მინისტრობის პოსტი დაატოვებინეს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ავრცელებდა მედიასთანაც მათ შორის ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა მისი დანიშნა ნატოში ელჩად, თუმცა ახლა უკვე ვხედავთ როგორ განვითარდა პროცესები, დაკავებული არის მისი გარემოცვის, ახლო გარემოცვის წევრები, მათ შორის მისი ნათესავი, ოჯახის წევრი, რომელიც იყო შუამავალი იმ კომპანიებთან, რომლებიც აფორმებდნენ შესყიდვებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებს, სწორედ თავდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, ახლა არის ნამდვილად მთავარი კითხვა, სად იმყოფება ჯუანშერ ბურჭულაძე, გამოიკითხა თუ არა ის ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვათა შორის ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს ამ ინფორმაციას, რომ გუშინ ყავდათ ის დაკავებული და ასევე საინტერესო არის, როგორ გაგრძელდება ეს პროცესები და საბოლოოდ მივა თუ არა პროცესები იქამდე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესაც დააკავებენ. მადლობა. ეს